პროევროპულ აქციაზე დაკავებული 21 წლის გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა, სხდომა შეჩერებული იყო. გორგაძესთან სასამართლოს ექიმი მიიყვანეს, სხდომათა დარბაზი კი დამსწრეებს დაატოვებინეს. დარბაზში შესვლის უფლება მისცეს გორგაძის მშობლებს. ადვოკატის განმარტებით, გორგაძემ დილით მედიკამენტი მშიერ კუჭზე დალია. 21 წლის ბრალდებულს რამდენიმე დღის წინ ბილტოების ანთებაც ჰქონდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამ პოლიციელს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს. მომხდარზე დაკავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ პოლიციელებმა შეაჩერეს ავტომობილი, რომელსაც მართვის უფლების არ მქონე არასრულწლოვანი მართავდა. უკრაინის კიდევ ერთი დაბომბვის შემდეგ ტრამპმა თავად დაურეკა მეტს და მოულოდნელად დათანხმდა მეტი პატრიოტის გაყიდვას. ამის შესახებ Wall Street Journal წერს. გამოცემის ინფორმაციით, კანცლერი არ ელოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე სწრაფად დაკარგავდა მოთმინებას პუტინის მიმართ და მაშინვე დათანხმდა 5-ვე პატრიოტის შეძენას. მოზარდები მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება. გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით მენტალური ჯანმრთელობა ისევ კრიტიკულ საკითხად რჩება.